ენერგეტიკული დამუხტვა მამ აბსოლუტის გზავნილი 8 მაისი 2021 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ამრიგად იმის შემდგომ, რაც ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ თანამედროვე მედიცინის ყველა ასპექტი, მე მსურს დავიწყო მომავლის მედიცინის ერთგვარი შესავალი კურსი. საუბარი წავა გარდამავალი პერიოდის მედიცინის შესახებ, როდესაც ბევრი თქვენგანი ცნობიერით უკვე მეხუთე განზომილებაში იქნებიან, თუმცა თქვენი სხეულებს ჯერ კიდევ არ ექნებათ მისთვის ჩვეული პარამეტრები. ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრებთ სინათლისა კრისტალური სხეულების თავისებურებაზე, რომელსაც თქვენ შეცვლით საკუთარი აზრისა და განზრახვის ძალით. თუმცა იქამდე სანამ ეს მოხდება, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ საკუთარი ფიზიკური სხეულების ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი. ახლა კი მოვიდადო დაწვრილებით განვიხილოთ ყოველი მათგანი. პირველი ეტაპი გახდება თქვენს სხეულებთან ენერგეტიკული ურთიერთქმედება, როგორც მთლიანად, ასევე ცალკე აღებულ ორგანოების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ იგრძნობთ, რომ რომელიმე მათგანი არ არის წესრიგში. ახლა კი მოგცემთ პრაქტიკას, რომლის მიზანიცაა თქვენი ფიზიკური სხეულის აღდგენა რთული დღის შემდგომ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაღილობის მოსახსნელად. დავარქვათ ამ პრაქტიკას ენერგეტიკული დამუხტვა. დასაწყისში მანამ, სანამ არ დაეუფლებით მას იმ დონემდე, რომ თქვენ შეძლებთ თქვენი სხეულების დამუხტვას რამდენიმე წუთში, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს მედიტაციურ მდგომარეობაში. როგორც ყოველთვის მოუხმეთ თქვენ ზეცით დამხმარეებს და შედით ხმა მედიტაციურ მდგომარეობაში. დაიწყეთ მუშაობა თქვენი ნატიფი სხეულების უცხო ენერგიებისგან გაწმენდის შესახებ, რომელიც შეიძლება შემოსულიყვნენ დღის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთქმედების დროს, ან იმ ადგილებში სტუმრობისგან, სადაც დაბალი ვიბრაციის ენერგიები მეფობენ. ამისათვის მოუხმეთ სამყარო სიყვარულის ცეცხლს და თხოვეთ მას ზედმიწევნით დაასკანიროს თქვენი ნატიფი სხეულების სივრცე და გაანეიტრალოს მასში დაგროვილი ნეგატიური ენერგიები. იგრძენით ეს მუშაობა და მთელი გულით გადაუხადეთ მადლობა მას ამისათვის. უკვე ამ ეტაპზე თქვენ იგრძნობთ თქვენი მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რადგანაც თქვენი მხრებიდან მოიხსნება სხვების პრობლემები და ენერგეტიკული ტვირთი და თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ მოაწესრიგოთ თქვენი ნატიფი სხეულები, ანუ მიიყვანოთ ისინი ბალანსის მდგომარეობაში, რომელიც მათ დაკარგეს, რადგანაც დაბალ ვიბრაციულ სივრცეში მოხვდნენ. ამისათვის თქვენ რაც შეიძლება მკვეთრად უნდა წარმოიდგინოთ თქვენი ნატიფი სხეულები და იგრძნოთ მათი პულსაცია. შემდგომ ნებისყოფით ძალით გაათანაბრეთ ისინი, შეასწორეთ ისინი დაჭიმული იარქნები მსგავსად და მიეცით მათ ერთიანი რიტმი, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტული იქნება. იგრძენით თქვენი ნატიფი სხეულები ფიზიკურის ჩათვლით, როგორ ვიბრირებენ ერთ რიტმში. ხოლო მხოლოდ ამის შემდგომ მოუხმეთ ამაღლების ენერგიას და თხოვეთ მისცეს მან ჰაეროვნება თქვენს ნატიფ სხეულებს და მაქსიმალურად გაავრცოს ისინი. შეეცადეთ თქვენი შინაგანი ხედვით დაინახოთ თუ როგორ ივრცობიან ისინი და იზრდებიან ზომაში. მათ უკვე აავსეს მთელი ოთახი, მთელი სახლი და მთელი ქალაქი. მათ უკვე გააღწიეს თქვენი ქვეყნის, პლანეტისა და გალაქტიკის ფარგლებს. მათ მოიცვეს მთელი სამყარო, რომელსაც თქვენ შეერწყით. თქვენ ხდებით მასთან ერთიანი მთლიანი. თქვენ გრძნობთ წარმოუდგენელ სიმსუბუქეს, უწონობას და ფრენას. ხოლო როდესაც მედიტაციიდან გამოხვალთ, შეეცადეთ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. თანთანობით პრაქტიკასთან ერთად თქვენი სწავლით ამ მდგომარეობაში სწრაფად შესვლას, რაც დაგეხმარებათ რამდენიმე წუთში მოიხსნათ დაგროვილი დაღილება და ფიზიკური დისკომფორტი. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.